ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ OpenAI-მ მოქმედა ახალი AI აგენტი, რომელსაც ოპერატორი ეწოდება და მისი მოვალეობა იქნება შეასრულოს სხვადასხვა ტიპის დავალება და ძირითადად კონტროლში ეყოლება მთლიანად კომპიუტერის ეკრანი და სხვადასხვა ვებგვერდზე შეასრულებს დავალებებს, მაგალითად იყიდის ბილეთებს ან დაჯავშნის მაგიდას რესტორანში. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ეს პროგრამა მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის და მათთვის, ვისაც ფასიანი ChatGPT აქვს გადმოწერილი, თუმცა მოგვიანებით როგორც კომპანიაში თავად აღნიშნავენ, თანდათანობით ხელმისაწვდომი იქნება მთლიანად მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში. შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დავალებების მიცემა, იქნება სპეციალური კატეგორიები, თუმცა იქნება ასევე თავისი ლიმიტებიც კი. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა დავალებას მივცემთ ოპერატორს, ის შემდგომ გაჩვენებს თუ რას აკეთებს, გამოჩნდება მცირე ფანჯარა, სადაც დავინახავთ კონკრეტულად ვებ ბრაუზერს და დავინახავთ თუ რას აკეთებს ოპერატორი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ შესაძლებელია თავად მომხმარებელი ჩაერიოს ამაში და შეწყვიტოს ამ ოპერატორის დამოუკიდებელი მოქმედება. სხვადასხვა მოდელზე დაყრდნობით გაიწვრთნა AI აგენტი, ანუ ეს ოპერატორი და როგორც აღნიშნავენ თავად კომპანიაში, ფაქტობრივად ადამიანის მსგავსად მოახდენს ნავიგაციას ვებგვერდებს შორის, რაც შეეხება ლიმიტებს, უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, რაღაც კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებს ოპერატორი, მაგალითად არ დაწერს ელექტრონულ წერილს, იმისათვის რომ გააგზავნოს ფოსტაზე და ასევე არ დაწერს passwords თუ რომელიმე ვებგვერდზე ანგარიშის გასახსნელად სჭირდება მომხმარებელს, ეს თავად კონკრეტულად ადამიანმა უნდა გააკეთოს, ისევ ადამიანმა უნდა გააკეთოს. აღსანიშნავია ის, რომ ეს არ არის პირველი AI აგენტი, რომელიც შეიქმნა მანამდე, მსგავსი ინსტრუმენტი უკვე დაამზადა კომპანია Google-მა და ასევე Microsoft-მა.